მივესალმებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა შემოგვიერთდა დილამშვიდობის ეს დღის რეცეპტია. ნინო მუმლაძე და ზურა გორგაძე თქვენთვის მუშაობთ დილის 9 ნახევრიდან და ვიმუშაობთ კიდევ კარგ დიდ დროის განმავლობაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. საათი და 15 წუთის განმავლობაში. კი ბატონო, რომლებიც უკვე ჩვენთან ერთად არიან, ჩვენ შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს, მანამ სანამ სტუმრებს წარგიდგენდეთ 245 77 27 245 77 35 შეგიძლიათ ნებისმიერ დროს აკრიფოთ მოცემული ტელეფონის ნომრები და გვიკავშირდეთ სტუდიაში, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, რომელზედაც ჩვენ შევეცდებით გაგცეთ პასუხები, ასევე SMS ნომერია 77 27 თუ არ გნებავთ ხმის გაჟღერება პირდაპირ ეთერში, მოგწერეთ და ჩვენ გავაჟღერებთ ჩვენ ვიქნებით მღაღადებელნი თქვენი მოსაზრებისა და ინტერაქტივის შეკითხვას ნინო შეგახსენებთ. რა თქმა უნდა, ინტერაქტივის შეკითხვა კი დღეს მდგომარეობს შემდეგში. ესე იგი, რა ფილმებს ანიჭებთ უპირატესობას თუ ძირითადად ძველი ფილმები გიყვართ და გიზიდავთ დარეკეთ ნომერზე 243 43 01, ხოლო თუ თანამედროვე კინემატოგრაფის მოყვარული ხართ, მაშინ დარეკეთ ნომერზე 243 02 და რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრები უკვე დღეს ჩვენთან ერთად არიან ზურა წარაბიას სტუმრები. უკვე სამზარეულოში არიან ჩვენი სტუმრები ჩვენ სტუდიაში და ნინო ხომასურიძე და მაია ლომიძე არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? მადლობთ. თუ ვართ ენერგიაზე ესე დილას თუ ვართ ენერგიაზე. ვართ. ძალიან კარგი. ყავას შემოგთავაზებთ მეტი ენერგია. მადლობთ მეყავას. ხომ არ გნებავთ? მე მინდა ხოდა შაქარიც იკითხება. შაქარი რამდენი? მე ჩაი მინდა თუ. კი ბატონო. ჩაიც კი ბატონო. შაქარი მიყვარს რა ვქნა. ჩვენც მეც 3-4. არა 4 არა 3. ჭიქა დამანახე და მე გეტყვი რამდენი შაქარი ჩაუყარ. ნინოსაც უყვარს. ამაში 8. არა ამაში 3.5. ნუ მივაჭრე 4 ჩაუყარ. შემნაირ მეც ესე ვიყრი ზუსტად აი ამ ჭიქაში. მე პატარა ჭიქაში გამიგეთე მაშინ. ისე სხვათა შორის ტკბილი ნინოსაც უყვარს შეგახსენე. ტკბილი მეც მიყვარს ძალიან. თქვენ 3-4. მაიაზე მინდოდა გადამეტეხა და არ გამომივიდა. ნინოსაც უყვარს სხვათა შორის შაქარი, მაგრამ ეს ეხა ვეღარ გადავიყვარე. მომიწია. გადაიყვარა. დიახ, ისე გამო. და დაიკლო რამდენი 15. არა, 17 კილოგრამი. 17. იმიტომ უთხარი 17 კილოგრამი აქვს საკრებულში. 17 კილოგრამი. თქვენი დილა რომელ საათზე იწყება? ჩემი დილა სულ დილა, იმიტომ რომ წვევი დილას და ამიტომ დილა. ცოტა ხანი ვისვენებ ძალიან. მაია ვიცის რომ მართლა ძალიან ადრე იწყება, იმიტომ რომ 6 საათზე რომ დავწვე, მაინც 8:30-ზე ფევსება. ესეთი შემართებული. უძილობა გვაქვს ამ ნინოს შემთხვევაში. მაგრამ მაინც ენერგიულად გამოიყურება, ეთყობა ყოფნის ახლა ასაკზე ნოვილაპარაკ. არა. ყოფნის ალბათ. ძალიან ცოტა ადამიანს ყოფნის ასეც არა, არ ყოფნის ეს ალბათ. არ ყოფნის? ხო, არა, ნუ მე ხო ვიღლები მთელი დღის განმავლობაში. მე რა ვქნა სამწუხაროდ უძილობა ძალიან მოქმედებს ჩემზე. 10 საათი ჩვენზეც. მაიკოს ძილობა. არა, კარგია ისე დილით ადრე დაგვიძება ჯანსაღი ცხოვრების. არა, კი, მაგრამ უნდა ნორმალურად დაიძინო მაშინ საყვარელო. დიდი მადლობა, მაგრამ ესე იგი, ცეცხლთან თამაში 1990 წელი ბერიჩკა. ეს მე ვარ. მეტი ჩარა, ლიზიკო 1988 წელი. მარადისობის კანონი, ექთანი. საიდან ამოუღია? 1982 წელი, ღიმილის ბიჭები 1969 წელი. აი ახლა არ გინდა ყველას გააგები რამდენი წლისა, ნახე რა. არ ვიღაცას ავტობუსი აგვიანდება 1967 წელი, ქალაქი ადრე იღვიძებს 1967 წელი, ცირკის ზარები 1967 ცისკრის ზარები უკაცრავად შემეშალა 1967 წელი. ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ ფილმებისა, რომელშიც მიუღია ქალბატონ ნინოს მონაწილეობა და მე ამ ფილმებზეც აუცილებლად ვისაუბრებ, გადავხედავ ყველაფერს. რაკავოიში ისაც სიდმოი მაგწელს გახსოვდი. რაც გვახსოვს. თუმცა მანამდე დავიწყოთ ხო? მე როგორც ისე აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა თქვენი კინემატოგრაფში მოხვედრა და ექსკლუზივებზე ხო გიჟდები. აი რაც ჩამოვედი ხო ყველა დამატარებს და გვიხარი და არ გეტყვი და არ მოკლიქავ გაწამაციაში და აი თქვენთვის ექსკლუზივს ვაკეთებ. არასოდეს არ მინდოდა მსახიობობა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ჩამეპარებინა იურიდიულად. უი მაღლა. და ყოფილიყავი რა ქვია, საგანგებო რაღაცის გამომძიებელ. ნუ ეთქობა
ნახე ბევრი ფილმები, დეტექტივებს ვკითხულობდი და ნუ ხო იცი რაღაც და ხო და ნუ არ გამომივიდა ვინაიდან ესე იგი თავიდანვე მოვიწამლე უკვე ჩემი ფილმით, რო ვითამაშე ფილმი, მე უკვე ნანამჭედლებს წადი ჩააბარე და შენ მოხვდები და ნუ რაც მიწინასწარმეტყველა ყველა ახდა და მართლაც მოვეწყე, მაგრამ აი ჩემი ოცნება არასოდეს არ ყოფილა, მსახიობი ყოფილიყო. აი შემთხვევითი გადაწყვეტილება გავიხსენოთ კიდევ ერთხელ. აი შემთხვევითი რომ გადავწყვეტე თეატრალურში. არა, სულ 13 წლის რომ ვიყავით, მოდი თავიდან ეს რამდენჯერ მოვყევი. კარგი. კუჩის სიტუაცია. ნუ ცხოვრობდი კინოსტუდიასთან ახლოს. და ერთ-ერთი ჩემი და ბებიაჩემის ვოიაჟის დროს მუსიკაზე ჩეხვა ნანა მჭედლიძე და ვთხოვა რომ ისულიყავით სინჯერზე. მივედით ამ სინჯერზე. ხა ამ სინჯერზეც მსახიობები იყვნენ. და ნუ რასაც ეუბნიან და რეჟისორი ყველაფერს ვაკეთებდნენ, ახლა მე გადავირიე და დავიწყე ტირილი არამე აღარ მინდა მეთქი წავიდეთ, თორე ახლა ნუ გოგოს ხო ყველას უნდა გადაღებაც, გამოჩენაც, რაღაც. ასევე მინდოდა ალბათ მეც, რა თქმა უნდა და ხო და ესე მტირალი რომ მოვყავდი ბებიაჩემს ახლა ბავშვ ნერვებს ვერ აუშლიო და გვეცა ეს ნანა მჭედლიძე და არ წაიყვანოთ და ესე გადამიღეს მაშინ. აი ესე შემოვჭი. კინემატოგრაფს ხო. არა, მე ბედნიერი ვარო, იმიტომ რომ სოფასთან ერთად ვითამაშე და იქიდან დაიწყო მე ჩვენი ძალიან დიდი მეგობრობა. ნუ მე სოფა მივატოვე და ქალბატონ ვერიკოსთან მეგობრობდი უფრო და სოფიკო გიჟდებოდა რა გინდა ამასთან. თვითონ მე სოფა დაინტერესდა, ნუ იყო იქ რამოდენიმე კანდიდატურა და თვითონ უკვე სოფა დაინტერესდა, რომ აი ნინოსთან მოეწონა ესეთი. მოკლედ ძალიან კაი დრო იყო. ამაზე კარგს კიდე ერთ რაღაცას გამოვიდა ეს ფილმი და უკვე პოპულარული ვარ. ხეც მაშინ თან ისეთი დრო იყო, ეხლა რო ესე ათეულები იყვნენ ესეთები კი. და ნუ წერდნენ რაიონებიდან და ძირითადად უფრო კახელები მწერდნენ, რომ აი თქვენი გაცნობები, თქვენთან ერთად სურათის გადაღება გვინდა და მუშტაიდის პარკი ყველა მიცით და ნუ ახლა იქ დავდიოდით ძალიან ხშირად გოგოები და ვზივართ ის მატარებელი რო კუკუშკა თუ რა ქვია და ჩვენ რო ვზივართ ახლა ჩვენს უკან ვიღაც ბავშვების ხედავთ დაჭორობენ მანი ის არის ნუ ახლა მე კიდე შინაგანად ველოდები როდის მეტყვია რომ თქვენ ახართ თუ თქვენ არ ახართ ნუ ბავშვი ვარ და ხო და არ ამბობენ გოგო გავწავიდით მეორე წელზე და გადავირიე და ხო და ნუ დავიტელი უკვე ესე ვარ და მიუტრიალდი და დიახ მე ვარ. სასიამოვნო იყო ალბათ ძალიან პოპულარობა იმ ასაკში, იმ პერიოდისთვის. ძალიან. ეხლა ძალიან მომწონს პოპულარობა და ეხლა ძალიან სასიამოვნოა და სულ მიკვირს რომ ამბობენ ნუ ეხლა და რომ შეწუხებულები არიან პაპარაცებით რომ არ უნდათ ეს არაფერი და ესე რომ იფარავენ. განსაკუთრებით აი იმ ასაკისთვის ალბათ რაღაცა რადიკალური ცვლილება მოხდა მაშინ აი ისეთი ასაკია ხო, როდესაც ყველაფერს განსაკუთრებულად აღიქვა, განსაკუთრებულად გრძნობი არ ახლა ყურადღების მე მაინც ძალიან რეალისტი ბავშვი ვიყავი და ძალიან დამიწევი, თუმცა მქონდა რაღაც ბავშვურიც, ხო, 13 წელია ვერსად ვერ გაიქცა. თუ ითამაშა ამ გარკვეული თქვენმა პოპულარობამ გარკვეული როლი უკვე თეატრალურის მისაღებ გამოცდებზე. არა, ამას ნამდვილად არ უთამაშია, იმიტომ რომ მე ფილმი დავამთავრე, მე ვარ დავყარე და წავედი და გავთხოვდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩემს ქორწინებაში და არ უთამაშია, იცი რა, მე მინდოდა მე რა კი რაღაც ჩემი ცხოვრება ცოტა სხვანაირად აეწყო, მე ვიფიქრე რომ ჩამებარებია უცხოენების ინსტიტუტში ფრანგულზე. ხო და ნუ ნანა მჭედლიძემ რო გაიგო, ნინო რა გინდა, აი რატო უნდა წახვიდე, რატო უნდა გახდეს ფრანგული სპეციალისტი, აი გამაგები იყოს ეს ფრანგული და ხო, წავიდა, ხო. მიდი იმ თეატრალურ ინსტიტუტში, აი ნახავ მოეწყობი. ნუ ვიფიქრე რომ წავალ და ჩავაბარებ საბუთებს, იმიტომ რომ ჯერ ისეთი მაინც ადრეა იქ გამოცდები, ხო? თუ რაღაცა მოხდა მარცხიო, წავდი და ჩავაბარებ. რატო არ გინდოდათ მაინც სამსახური? აი არ ვიცი, იცი, არასოდეს ალბათ ოჯახის გამო. ნუ ახლა ალბათ იყო ეს შტრიხი. მაშინ რაღაც მენტალიც არსებობდა ისეთი საზოგადოებაში. არა, კი, როგორ არ არსებობდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა არასოდეს გესმის, მაგრამ ნუ ეთქობა მე მაინც შინაგანად აი ეს გადაწყვეტილება მქონდა. კი ბატონო, ჩვენ გავაკეთეთ
ნუ არასრული ჩამონათვალი იმ ფილმებისა, რაშიც თქვენ მიგიღიათ ესეა უნდა გამატანო, იმიტომ რომ ჭირდება ჩემი დოშ. მართლა გეუბნები, ეს რაღაცები. ეს კინოსი და თეატრის არის. ნუ თეატრის როლებზე აუცილებლად ვისაუბროთ. ჩემი სატელევიზიო ფილმები და კიდე რაღაც ფილმები სად არის? ყველაფერზე ვისაუბროთ, აუცილებლად. თუმცა ამ და კიდევ სხვა ჩამონათვალს ემატება ერთი ძალიან დიდი ფილმის სახელწოდება, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით. აი, მივედით აქამდე. ხო, მომდევნო თქვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და დღესაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, სხვანაირად არ გამოგვივა. დიდი, გენიალური ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარის ფილმში თამაში არის ყველასათვის ძალიან დიდი პატივი. რა თქმა უნდა. და ოცნება. ყველასახიობის ოცნებაც არის. ოცნებას და რომელი პატივი თქვენ გერგოთ? პირველი მე ვარ, იმიტომ რომ всё, ვერავის ვერ დაუთმობ, პატიე შენ. კი ბატონო, კი ბატონო. ეს პატაშორის მე წავიღე ესპანეთში მაიას კოლაჟი და დავტოვე ძალიან ბევრ სააგენტოში, სადაც აი მართლა გადაერიან მაიას ტიპაჟზე. ნუ იქ მაიას პატარ-პატარა როლებია და ხო და პრობლემა სულ რას კითხულობენ? ენა იცის, ენა იცის. ან უკვე როდესაც მაინც სერიოზულ ფილმზე გიყვან, ენა მე უბრალოდ გამემართლა რომ ენა არ მჭირდებოდა, მაგრამ ენა ვისწავლე. ხო და იძულებული ხო და მაიაზე ვსვეუბნეოდი თქვენ თუ აიყვანთ მაია ენას ისწავლის არ არის პრობლემა ქართველი მსახიობი მართლა რომ უნიკალურები არიან ახლა ამაზე ნუღარ ვიკამათებთ და ყველანაირ სიტუაციაში ხო და ახლა რაც შეეხება იმ ჩემ პედრო ალმოდოვარს ყველა ვიცით რომ აი ყველგან ერთი და იგივეს ლაპარაკობთ რაღაც უკვე ცუდად რა შევეცადოთ სხვანაირად ან სხვა აი სხვანაირად იცით როგორ მოგიყვებით რომ აი სულ მალე ზაფხულში უკვე წავალ ხალხო და იქიდან რომ ჩამოვალ მართლა ყველა სტუდიისთვის და ყველა ტელევიზიისთვის მართლა განსაკუთრებულ ექსკლუზივს ჩამოვიდან იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რამდენი რაღაც მექნება ცალ-ცალკე ყველასთვის ცალ-ცალკე ყველასთვის რომ აღარ განმეორდა იმიტომ რომ ეხლა ყველგან ერთი და იგივეს ვაპარაკობთ არ შემიძლია ხო და ისე ახლა მე თუ მკითხავთ ხო ნუ მე მაგალითად ევროპულ კინოს ბევრად მირჩევნია ამერიკული კინო მართლა როგორც წესი პირიქით ევროპულსაც ქონია შეხება აღარ არის ჩემთვის ისე ეხლა ნინოს ქონდა ევროპულ და ალბათ ხო ეს ეხება უშეთ არ არის ხო ბევრი მოწვევა მქონდა ძალიან აი ბრეასგან იცით მოწვევა მქონდა ნუ ჟულისთან ვითამაშე მე არის ესეთი ფრანგი რეჟისორი ლია ფენერი არაჩვეულებრივი გოგვა იმის ფილმში უნდა მეთამაშა არაბი დედა ნუ მაგრამ აღარ შედგა რიგი და რიგი მიზეზების გამო ანუ ისევ ენის პრობლემა იყო და ხა არაბული ხო ნუ არაბული სწავლა ესეთი ამბავია ხა ერთად ვიყავით როცა დარეკეს და არა სულ ბოლოს მოითხოვეს რატომღაც და ეს უკვე ისე აჩქარებზე ხო არა მანამდე იყო სერიოზულად ლაპარაკი რომ არ იყო ენაზე ლაპარაკი და ბოლოს არ იყო უკვე ენასთან დაკაცით ისე გამწარდა ნინო რაი რა სადრეკავთ თქვენო იცით რომ ეხა აღარ მინდა რომ რაღაცა სადგონიათ ეს რა ქვეყანაში რეკავთ რას თხოვთო ეხა არა ქურთული რატო უნდა ვიცოდეთ ნიშტრიხტი ყველასთან იმიტომ უბრალოდ ესე გამოვხატე ჩემი მაშინდელი იმიტომ რომ ნუ ხო უკვე ჩემიდან ჩალაგებული მქონდა მივდიოდი და უცებ წინა საღამოს მირეკავენ რომ არაბული თუ იციოდი ხა რატო უნდა ვიცოდე ხო არაბული ვერ გავიგე ხოთაშორის გამოვიდა ის ფილმი გამოვიდა კი გამოვიდა და როგორი გამოვიდა არა ნორმალური და წვებული როდესაც ნახეთ იმდენად კარგი არა მე რაღაცაზე რაზეც ან ვერ მოვხდები ან უარსობ მე არ მწყდება არა ეხლა ერთადერთი გული მწყდება მატერიალურის გამო უკვე დანარჩენი ასაგები ფაქტორია კი რა შეეხება პედრო ალმოდოვარის ფილმს თუმცა კი მაპატიეთ რომ გაწყვეტინეთ ეხლა რადგანაც ამაზე ჩამოვარდა ნინო თავის დროზე მატერიალურ იმასთან დაკავშირებით ძალიან დიდ როლზე თქვა უარი ეხა დიდ როლზე ნუ ისეთი რაღაცები უნდა გაეკეთებინა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი როლზე აქვს როლზე გაქვთ უარი ნათქვამი როგორც ის სწორედ ევროპული თანხასთან იყო რაზეც არა მაგრამ ეხლა აღარ ვიტყვი ხო რა თქმა უნდა ეროტიკას არ ვთამაშებ მაგრამ უარს არ
არა, იმიტომ რომ ნადაია. არა, მართლა ისა საშინელი. ანუ სწორედ ევროპული კინემატოგრაფის შემოთავაზებებზე ისე იძახის, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ რომ იტყვის უარს, აი ვიცი რა. ძირითადი უარის საბაბი მაინც იყო ეროტიული სცენები, ხო? კატრინ ბრეასთან კი. და იქ არაბული იყო და გადავირიე. იცი რა, მე შემეძლო დაუშვათ თავს კი არ ვიქებ, მაგრამ რა კი ეს მოლაპარაკება იყო ჩემთვის, რომ დროულად ეთქვათ, რომ მე არაბულად უნდა მეთამაშო, მე უბრალოდ დავიზეპირებდი იმას, ვივლიდი პედაგოგთან, გავიგებდი იქ რაზეა ლაპარაკი, ხო? ან ბოლოს და ბოლოს უარს ეთქო და თავიდან. ან თავიდან მართალია მაიკო. ახლა მეორე დღეს რომ ირეკავდა, მე ვუნე იცი არაბული, იცი და თან რაღაც ისე და არასერიოზულად. გასაგებია ენის ბარიერი მე დამირეკავ თვითონ იმ ლეამ, იმ გოგომ, რეჟისორმა და 1000 ბოდიში მოიხადა ეს მისი ცოტა უზნეო პროდიუსერის ბრალი იყო ყველაფერი და გადაირია გოგო და ის იმ გოგოს იმდენად უნდოდა რომ ეთამაშო რომ სინჯებიც კი არ უნდოდა აი კასტინგი და რაღაცები არ გამატა არაფერი აი ჩაიცვი დაიხურეთ და წამოდითო ნუ იქვიჯეკით მე ნინო ბასილია რომ ბედია ყველაფერი ძალიან საინტერესო თემებზე გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი სასაუბრო ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ქალბატონი ნინო ხომასურიძე მაია ლომიძე მსახიობები ჩვენი სტუმრები რომლებთან ერთადაც ჩვენ საუბრობთ და ფუსფუსებ ჩვენ სამზარეულოში. გავიხსენეთ უკვე რომ ჩვენ რა ქალბატონმა ნინომ გაიხსენა თავისი პირველი ნაბიჯები. ისევ დაუბრუნდებით აუცილებლად დაუბრუნდებით. გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა ქალბატონ მაიაზე გადავინაცვლოთ. მოდით დავიწყოთ თქვენიდან რა როგორ გადაწყვიტეთ საერთოდ მსახიობობა და პირველი ნაბიჯები გავიხსენოთ. სხვათა შორის მე ვაბარებდი მე არა ეს მე არ მინდოდა დედაჩემს უნდოდა ეკონომიურზე უნდა ჩააბარო პრაქტიკული კარგიაო და მამზადებდნენ ვაიმე 4 წელიწადის მათემატიკაში და თან აი არ მქონდა რა მონაცემები აი პირდაპირ ვიცახი რა საოცრება ხდებოდა ეხა რო გამზადებდნენ მართლა ფანტასტიკური პედაგოგები მყავდა და იმ წუთას ვიმახსოვრებდი მაგრამ დრო გადიოდა და ნუ მეორე დღეს გავიდოდი დავწერდი მათემატიკას მესამე დღეს აღარ მახსოვდა რო არა ადამიანს მონაცემები და აბსოლუტურად მიფრინდებოდა რა და ისე მათემატიკის მასწავლებელი მე შემხვდა რომ ჩავაბარე და რამდენს გაწვალებდნენ შესაძლოა არა მოისუნთქეო რა გიდოდა ეს მათემატიკა პრაქტიკული დარგი და ეს არის და ის არის და ჩემ შემთხვევაში პირიქით ხდებოდა ანუ ყველა მიცოდა რომ სცენაზე უნდა ვიდგენ რა პროფესიას გავყვები არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ კარგი იყავი მათემატიკაში მათემატიკის მასწავლებელმა კი ნახა ვენები გადაიჭერა რომ გაიგო რომ სამსახიობოზე ვავარებ რას ლაპარაკ არა თქონდა ეხლა მათემატიკას მაგას მაშინ რა გინდოდა მიესალმები კაცო და ძალიან ის არის ხო ძირითადად ამბობენ რომ მსახიობების არა აქვს მათემატიკის შორის ძალიან ხშირად ერთი-ორმა ახლობელმაც კითხა დედაჩემს როდესაც თქვა რომ სამსახიობოზე აბარებს ალბათ სკოლაში ცუდად სწავლობს სკოლაში ცუდად სწავლობს არა პრაქტიკული საგნები თქვენ ასაკშიც არის აი მე როცა ვაბარებდი დედაჩემს კითხეს მისმა მეგობრმა რამოდენიმე თანატოლმა რომ ალბათ თუ სკოლაში ცუდად სწავლობდა როგორც წესი ჰუმანიტარულ საგნებში უფრო ძლიერები არიან მსახიობები ვიდრე პრაქტიკულ საგნებში და ამიტომ კი არის ეს ნამდვილად არის ეს მე 10 კლასში ნუ ბოლო კლასი ხო ჩვენთან 10 კლასი იყო მახსოვს 10 კლასი იყო 10 კლასი დაამთავრა ხო მე 10 კლასი იყო ნუ ხო 0 კლასი რა 11 კლასი რეალურად 11 წელი იყო ხო 11 წელი ხო და მახსოვს რომ აი მე იმდენად მინდოდა თან ისეთი პერიოდი იყო კომუნისტების პერიოდი ესე ხმამაღლა ხო იცი თეატრალური ყველა ცოტა ისეთი ხალხი აბარებს ესეთი ის იყო მაშინაც ესეთი ის იყო ხო მაინდა-მაინც თანამედროვე ის არა ვარ მე ესეთი როგორი აი ესეთი რა აი გადახვეული ქალები ძალიან მიჭირდა თუმცა ვერენი ვიყავი ახლა ეგრეც არ იყო რაღაცა და აიც მიჭირდა ოჯახში თქმა რომ აი მინდა და რაღაცა ახსოვს მეზობელს წაუკითხე ლექსი გურიის ფები მე ეს მეზობელი იყო მამაჩემის მეგობარი და უთხარი რომ გეხვეწები მეთქი რო შეხვალ მამაჩემთან ეს ვინ არის რა იკარგება ხო კიო კაცო ნუ გეშინიო
აი მე როგორ მახსოვს, აუ ეს რა ტალანტი იკარგებაო, ეს რას აკეთებდო, სად ბავშვს ღუპავდო. ნუ მამა ჩემი დაფიქრდა, მე იქ რა, ჩემი ძმა უფრო ისეთი ტიპი იყო თანამედროვე და მოკლედ გადაწყდა ჩემი თეატრალურზე ჩაბარება, აი ამ კაცმა სხვათა შორის ძალიან დიდი როლი ითამაშა და მე თქვენ თვითონ სურვილი როგორ გაგიჩნდათ? აქტიურობდით თქვათ სკოლაში, თორემ სურვილი მსახიობობის საიდან წინაპირობა. კი, ეხლა რო გითხრათ რომ ძალიან ვაქტიურობდი, მე 53 სკოლა მაქვს დამთავრებული, მაშინ ჩვენი დირექტორი ლამარა მარგველაშვილი იყო ცნობილი ტატოლია და აი ერთხელ მახსოვს რაღაცა საღამო იყო, იქ ვიღებდი მონაწილეობას და ცოტა მოთავხედო ბავშვი ვიყავი რა. ხო და ლამარას საკვეთილზე არ შევედი ინგლისურს გვასწავლიდა და მე უცბად ესწრებოდა იმაზე რეპეტიციას და ისეთ თავხედი ვიყავი შევედი იმ რეპეტიციაზე და ეხლაო ну აი შევედი ხა ლამარას ვერავინ ვერაფერს ვერ უბედავდა და ეხლა მაიელო მიძევო ადგესო და გაიხუროს კარებიო და გავიდესო და არ დამავიწყდება აი თავხედურად ცხენია გავედი და მოვიჯახუნე კარები ბოდიში მოუხადე ხა პედაგოგს არა მე ეხლა მე სხვათა შორის რომ მოვიჯახუნე მე ვითომ ეხლა მე ვითვლებოდი რომ აიას გარეშე როგორ ჩავატაროთ ეხლა ლამარამ ქალბატონმა ლამარამაც ეხლა მოვიდესო და ბოდიში მოიხადოთ და კი ბატონო იმას არ მივედი ვაი როგორი ჯიუტი ხარით არ მივედი და ну მე ვიღაცა უცბად ვიღაცას გააკეთებინეს ჩემს მაგივრად და მე მახსოვს რომ ყვავილებით მივედი და იმ ბავშვებს ყველას დაუვრიკე და აი ხა ვიტყვი რა მე თქვა კაბინეტში ქალბატონმა ლამარამ ისტორიის მასწავლებელი დაიბარა და პირველად დამამარცხაო ბავშვმაო. რომ იქ კონცერტზე მივედი მე ბუკეტი და ყველას დაურიგები თომ ეხლა გამოვიჩინე. ხო მე რა ვიცი აი ნელ-ნელა ძალიან აი მეათე კლასში რომ დამებადა რაღაცა იქ ვიღაცა მითხრა გააქვს მონაცემები იქ და ამი ვარ და მეც დავში და მეგონა რაღაცა აი ჩავაბარე რა მოვხდი ესე თეატრალურ უნივერსიტეტში. მე წლები და კიდე კაი ჩააბარა. ნამდვილად. და უკვე თეატრალური ეტაპის შემდეგ, ნუ რასაკვირველია, იქნებოდა საკურსო ნამუშევარი, სადიპლომო პირველი თქვენი, ასე ვთქვათ, დადგმა რაღაცა პირველი თამაში საკურსოში ოთარ ბაღათურიასთან, ოთარ ბაღათურიამ გააკეთა სპექტაკლი. მანდვიში თამაში და მე სხვათა შორის აი სარდაფში ლევან წულაძესთან ეს იყო უკვე დამთავრების მერე აკუსტიკა ამ სპექტაკლს აკუსტიკა და მე ცხვირი მიება უცბად ძალიან პოპულარული სპექტაკლები იყო არის ქონდა რა რაღაცა ეს აკუსტიკა დაიდგა ლევანიც იმაშვებოდა რა რომ 100 ლარში გაკეთდა და სპექტაკლმა მოხსნა ყველაფერი რაღაცა სეკრეტენდებიდან იყიდეს ის და საოცრება იყო ეს სპექტაკლები ალბათ ერთგვარი სტიმული იყო უკვე ჩვენი თაობისთვის რის გამოც მოგვინდა აი იმ პერიოდში როდესაც არაფერი არ ხდებოდა ქვეყანაში თეატრალურმა სარდაფმა იმხელა სტიმული მოგცა ჩვენ და იმხელა სურვილი გაგვიჩნდა რომ სამსახიობოზე ჩაგვებარებინა რომ ნამდვილად დიდი მადლობა უნდა უთხრათ სარდაფს და ძალიან გული მაიას რა თქმა უნდა და ძალიან გული მწყდება რომ აი ეს პატარა არაჩვეულებრივი სამყარო რომელიც იყო დღეს ესეთი აქტიური აღარ არის სამწუხაროდ იმიტომ რომ აი მეც მქონდა ბედნიერება თეატრალურ სარდაფში მუშაობის, მაგრამ როგორც კი მივედი, ნელ-ნელა დაიწყო ჩამოშლა მომყოლო. ხო, ეხლა უკვე მარჯანიშვილი, სხვადასხვა თეატრები რუსთაველი წამოვიდა. შედიბრალე ყოფილა. მადლობას. შემდეგში მე ნელ-ნელა რა ვიცი სხვადასხვა ისე და მე მოვხდი ქალბატონ ნინოსთან ჩემზე ლაპარაკო? ქალბატონ ეხლა მოწიწებით თქვი არა ყოველთვის ეგეთი არა უბრალოდ ქალბატონოს არ მეძახეს არა შინაგან ყოველთვის მაინც მაქვს ეს მოდი მიუხედავად იმისა ჩემოსაყვარებო კი ნინო ბასილიას სპექტაკლებში სამი სპექტაკლი ვითამაშეთ ერთ 3 თუ 4 ხო აღარ მახსოვს ну ანუ იქიდან მოვდივარ პირველი შეხვედრა მახსოვს ძალიან მოყევი ჩვენი ურთიერთობები იმიტომ რომ მე ხა
ხმამაღლა ვიძახი, მაგრამ თქვი, ნუ არა უშავს, ეხლა ჩამაყენა ფორმაში, ჩემი საზიანო ეს, რასაც მე ვამბობ. სულ იგვიანებდი. სულ მიდიოდი რეპეტიციაზე, მაგრამ სულ დაგვიანებით ეს მქონდა სისხლში. არა, დაგვიანება იცი როცა თავდება რეპეტიცია, მაია მოდიოდა რა. ხო და ერთხელაც, ნუ თავიდან ეხლა რა არიცოდა ნინო, ვაიმე მაპატიეთ რაღაცა მოვიგონეთ ჩემ შულზე, რაღაცა ცუდად შეიქმნა ისე, ნუ ეხლა ნინო მიფიქრა მართლა ეთყობა რაღაცა ისეთი სიტყვა ხმა არა მოუღია. მეორე დღესაც რაღაცა. მეორე დღეს დედა გახდა ცუდად, მესამე დღეს თვითონ არის ცუდად. უკვე და ეს 4 დღე იმაშვები. ვიგვიანებ გადაირია ნინო, ეხლა მოდი შენაკო. ეხლა აი ხვალიდანო ვინიშნავსაც. წუთი დაგაგვიანდებაო. და მე ვტოვებო საერთოდ, ნუ ამათ ხო იცით კომუნისტების პერიოდში. გოგო, გაგა კომუნისტები. სუყურე. წუთზე ისეთი ხო, მე დედორ ჩემაშლაზე ერთად დავდიოდი ტრებეთ. ესე ხარა სასწაული რიგია, შვილო, ეს რიგი. გამაგიჟა 10 წუთი კადრე მოდიოდა და იმას 1 წუთიც რო დამეგვიანები, რომ ეგონე რომ უკვე დავაგვიანე. არა, რას ამბობზე? მე მართლა ადრე მივდივარ, ძალიან ადრე. მე სულ ვიგვიანე ეს ჩემი პრობლემაა, ხო, ადრე რომ მივდივარ, როცა წესრიგდები, ვემზადები რა. შეიძლება ქუჩა გაშემოაღო კარი და ამათი დავიგენ დაждდე და დაიწყო რეპეტიცია. ხო, შეიძლება, ხო? ხო, მაგრამ ეს ვეცეთ. ხო, რაღაცა უნდა შემოიტანო. მაშინ უნდა იყო მართლა მაია ლომიძე, ძალიან მაგარი რომ ქუჩიდან შემოხვიდა, ბაზარში იყო დაყარო ეს შენი ავოსკები და შემოვარდე და ითამაშო სპექტაკლი. აი ესეთი მაგარი უნდა იყო. ხო, ესეთი ნუ მიბაძავთ, ეს არის ერთი და უნიკუმი. დანარჩენები ეგეთები არ არიან. დანარჩენები მაიარეთ რეპეტიციებზე დროზე. ხო, მაგრამ ჩამაჯინა მაინც იმაში რეჟიმში. ეხა ხოდა ცუდია დღეს თქვენთან ვერ მოვიდოდ ამ რეჟიმით რო არ ეცხოვრ რა. თან ასე დილოუდები. ვერცერთმა რეჟისორმა ვერ მოიყვანა მაია ლომიძე აზრზე ნინო ხომასი სახიობა ჩააყენა ფორმაში. ბატონო, კიდევ კარგი თქვენთან ერთად დავპატიჟეთ. რას ლაპარაკობ? ჩაშლილი გეკნებოდა ტექნიკი. ეს ვატაჟერის სამზადრო და მაო რა შევი. გძინავს, კაი დაიცი. მიუხედავად იმისა, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, მე სანამ ნინოსთან ვითამაშებდი სპექტაკლში, მე მქონდა გამოცდილება საკმაოდ, მქონდა მანამდე სპექტაკლებში მონაწილეობა მიღება, რამოდენიმე სპექტაკლი, რამოდენიმე არა, ბევრი. აი ნინოსთან არის მუშაობა რაღაც სხვანაირად გავიზარდე. რითი გამოირჩევა? ხო, ეს. მოყევი, რითი გამოირჩევა? ჯერ აი თვითონ იმდენად ისე ბუნებრივად იწყებდა თამაშს და ისეთ რაღაცებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა. და პირველი რაც აქვს, ეს რაც შეიძლება რომ აი ამას ვიძახის ყველგან, რომ პარტნიორის შეგრძნება აქვს, როგორ გითხრათ რა, სასწაულად უმეუბნებოდა. გოგო, ნუ იყურები სცენისკენ რომ გიდა შენ იქ წინ თამაში და მონოებს შემომხედე შემომბრუნდა მე ვაპარაკე ნუ ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა ეხლა რეჟისორს უფრო ტაქტიკურად უწევს მსახიობთან რომ არ დააკომპლექსოს იმისის რომ აია დაუშვა და ამ მე ლაპარაკე პარტნიორობის შეგრძნების ის უნდა გასწავლოს რომ გიყვარს თავის გამოჩენა და ნამდვილად მაგრამ სამაგეროთ მე ისევ თამაშობდით რომ ზურგიდან გძნობდით ერთმანეთს. ბოლოს იქამდე მივედით რა როგორ მე უკვე ნინოც იძახდა რომ მეორე უკვე მაია გძნობ რომ ზურგიდან გძნობსო აი მე რას ვაკეთებო უკვე ჩაგაყენებ ძალიან კარგია. ყველაფერს კარგი, გავაგრძელოთ საუბარი ცოტა ხანში, მანამდე მაყურებელი ვყავს ეთერში, მოусმინოთ. მოგესალმებით, დილა მშვიდობის. მოგესალმებით. დილა მშვიდობის. წინასწარ გილოცავთ დამდეგ აღდგომა. ძალიან გამეხარდა, აი ძალიან გთხოვთ ნინო და ზურა. მე ხშირად ვრეკავს თქვენთან. კი ბატონო. ნინო, მე ქსოვრელების ოჯახიდან გეუბნები. დაწუხებ ხო? ხშირად მოიწვიეთ, რაც შეიძლება ხშირად ხელოვანი ხალხი. გაიხარეთ, ჩვენს ამას ვცდილობთ. ეხლა მინდა გითხრათ, ძალიან მიყვარს საერთოდ თეატრი და ხელოვნება. ჩემ უმცროს ვაჟს ეხერხება ესეთი რაღაც და ვეხვეწებოდი რომ ჩაებარებინა თეატრში, ჩააბარა
პოლიტექნიკურში. იქ ეუბნეოდნენ ყოველთვის პაროდიებს აკეთებდა ლექტორების. და თვითონ ეუბნეოდნენ გეხვეწები წადი ჩვენ თვითონ დაგსვამ თეატრალურში ოღონდ წადი აკეთდა. სერიოზულად იცი? ეხლა უკვე აი ჩემ შვილიშვილსაც მიდრეკილებავს რაღაც აი მე მინდა ყველანაირად ხელი შეუწყო იქნებ თეატრალურში როგორმე მოვახვდა. რა თქმა უნდა პატარა ჯერ 13 წლით. თქვენ ხართ იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ოჯახის წევრს უნდა რომ პირიქით ესე თქვა. არა, აი ხო გეუბნებს ესე იგი მე იმდენად მიყვარს აი ბავშვობიდან თეატრი, საერთოდ აი არ ვიცი რა, აი ალბათ ვიტყვი ხოლმე რო არ არსებობდეს თეატრი შეიძლება მე ჩამომეყალებებინა. სერიოზულად გეუბნებით. ძალიან კარგი. აი მე ჩემ ტრადახით არ ვიტყვი ნინო, გეუბნებით რომ ახლობლები, მეზობლები ნაცრებით უდიპლომო თეატრმცოდნეს მეძახი. როგორ გინდა სერიოზულად? ძალიან კარგია, ძალიან. მერკვევი ამ თეატრალურ დარწმუნდა თუ ბედნიერებას თუ კარგად ყოფნას და თქვენ მოწვეულ სტუმრებთან ერთად მრავალს დაესწარ. თქვენც ასევე, თქვენც გილოცავთ დამდე გაგდგომას. ძალიან დიდი მადლობა. ღმერთმა გვიბრალოს ასეთი ადამიანები. მართლაც. იმიტომ რომ თეატრი რაც არ უნდა სრულფასოვანი იყოს, არაფერია მაყურებლის გარეშე და რაც კომედიასტი მაყურებელი გვეყოლება საქართველოში. ხშირად მოიწვიეთ ხელოვანებიო და მედანინო საუბრობთ ხოლმე ძალიან სუბიექტურები ხوار ვართ თქო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყავს მსახიობები. მინდა რომ ძირითადად მართლა ხელოვანები მოვიწვიოთ, რომ მგონია რომ მართლა სუბიექტურები ჩვენს ინტერესში რასაკურველი ბუნებრივია არის სწორედ ადამიანების მოწვევა ჩვენ და კარგი რადგან თეატრზე ვსაუბრობთ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ თქვენს კინოროლებზე მაგრამ თეატრზე ჯერ არ გვისაუბრია მოდით ძალიან ბევრი არ გვისაუბრეთ კინოროლებზე ბევრი არ გვისაუბრეთ მოდით მაინც ერთი მაინც გამოვყოთ აუცილებლად ჯინსების თაობა იყო სპექტაკლი რომელმაც ძალიან დიდი სახელი მოიხვეჭა ჯინსების თაობა, რაღაც მაგიური სპექტაკლია ხალხა, რაღაც არ ვიცი, არ მინდა ის სიტყვა ვიხმარო, რაც ყველამ გავიფიქრეთ, მაგრამ ნუ აი შეიცვალა იქ თაობები, ხო, შეიცვალა ყველაფერი. დღემდე ცოცხალია და ძალიან პოპულარული და ნუ ბილეთი დღესაც არის შოვება ჯინსების თაობაზე. ეს დოის ძალიან დიდი დამსახურება, რომ აი ესეთი რაღაცა შეულოცა სპექტაკლს და არის რა. ну ჯინსების თაობაში იცით როგორც მოვხვდი. არა, საოცრად ძალიან დიდი ინტერესია. აი, ну ხო, იმდენად დიდი რომ ხო, მსახიობები შეიცვალნენ. როგორ ფიქრობთ, ეს თემის დამსახურება არის? იცით რა, ალბათ იმიტომ რომ იმდენად დიდი ინტერესია იმ ადამიანებისადმი, ვინც ვიზეც არის ეს რომ კი, რა თქმა უნდა, თუმცა აი დათო ტურაშვილის წიგნიც გამოვიდა, ყველაფერი, მაგრამ ნუ აი ხო გეუბნებით, მით უმეტეს ახალგაზრდებს უნდათ ძალიან გაიგონა. ხა მე როცა ვთამაშობდი, ანუ მთელი იმ ბიჭების ოჯახები, ვინც კიდევ ცოცხლები იყვნენ და კარგად, ანუ დადიოდნენ, აი ნათელა დადიოდა ხშირად და ყველა ვინც იყვნენ. ძალიან რთულია ალბათ რეალური პერსონაჟის თამაში. ერთია როდესაც შენ თვითონ ქმნი რაღაცა პერსონაჟს, შენ თვითონ უნდა შექმნა ცოცხალი ადამიანი და მეორეა როდესაც არსებული პერსონაჟის აი როგორია მსახიობისთვის ეს მთლად კოპირებაც ალბათ არ უნდა იყოს. არა და მე კოპირება არანაირი არ გამიგეთებია, საერთოდ არანაირი, უბრალოდ მაშინ დაემთხვა ის რომ მე თმებს ხო იცით ვიხოტრავ ხშირად და უბრალოდ გადახოტრილი თმა მქონდა და ну доим რო დამირეკადა რომ დავთანხმდი ამ როლის თამაშზე თორე არა არც მინდოდა რომ ნათელასკოპიო ყოფილიყავი ესეთი ну მაინც სპექტაკლი იყო ხო და ამიტომ доим მომცა სრული თავისუფლება რომ მე რაც მინდოდა ის მეკეთებინა რისთვისაც მისი მადლობელი ვარ სულ ყოველთვის იმიტომ რომ მე გავაკეთე ის რაც მინდოდა მე და ნუ მე მაყურებელმა უკვე შეაფასა და აიტაცა კიდევაც ეს ხო და აი ეგ არის თორე არანაირად არ მინდოდა და თქვენი პირადი რაღაცა სუბიექტური დამოკიდებულება მაინც იყო და ტოვებული იცი რა ნუ ახლა ყოველთვის რაღაცა გაიგივებული და რაღაცა ხაზი არა მე ზუსტად მაგიტომაც ვცდილობდი რომ ახლა იცით ჩემი პირადულიც და ნუ ნათელასიც და მე არ მინდოდა რომ რაღაცით უკვე ვგავდით თავისთავად რომ ორივე შვილმკვდარი დედა ვიყავით და ამიტომაც კიდე უფრო შინაგანად ვიბრძოდი რომ რაღაცა სხვაში კიდე არ დავმსგავსებოდი და ეხლა ნათელა რეალობაში ესე ხო არ დაელაპარაკებოდა ესე ხო არ იქნებოდა რა თავისთავად როგორც მე ნინო ხომასურიძე და ამიტომ რაღაც საშუალო არითმეტიკული ავიღე და შევეცადე ის გამეკეთებინა როგორც გავაკეთე კი ბატონო ძალიან კარგი
მოდი გავიხსენოთ თქვენი პირველი სცენაზე დადგომაც. ой, ძალიან კარგი იყო, მახსოვს და მოგიყვებით. ანუ მე მარჯანიშვილის თეატრში შეგაწყობდი რა და ერთი მინდა რომ თქვა რომ ნინოს პრინციპში უპრობლემოდ არ მოუწია ბრძოლა. თეატრში, არც კინოში შემიძლია პირდაპირ თქვა, რაღაცნაირად ისე გაეხსნა და წავიდა რეჟისორები აი თვითონვე იმაშვებოდნენ, იწვევდნენ და იმ პერიოდისთვის ისეთი რეჟისორები ხან იმის იქით რომ აღარ იყვნენ, რაღაცნაირად იღბალი ქონდა ამაში. ნუ ესე ალბათ გარეგნული ფაქტურაც უწყობდა ხელს, იქ რაღაცა თავისი მონაცემები. მოკლედ იღბალი ძალიან მაგის მხარეზე იყო. მინდა გიყავთ არ გამოვიყენე, ხო? აი, რა ვიცი ახლა ეს. არა, როგორ არ გამოიყენე ძალიან. თქვენ დაგეთანხმებით, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალს, ნიჭიერებას, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი როლი ფორტუნას მსახიობის ხელოვნებაში. ნუ ბევრ მსახიობს უწევს თვითონ იბრძოლა. დიდი ბე, დიდი ცოტა ნიჭი საკვარი. შენ ორივე ხარ. ეს შემთხვევაში ორივე დიდია, თამამად შემიძლია თქვა. დიდი მადლობა, მოკლედ მე მივედი მარჯანიშვილის თეატრში. ანუ რო დავამთავრე სკოლა, მე რობიკო სტურას მივყავდი სკოლა რაშვაში, რა ქვია, თეატრალური ინსტიტუტი. ხო, და მე მივყავდი ბატონ რობერტს რუსთაველის თეატრში. და მე გავაჩინე გოგა, ავიღე აკადემიო და საერთოდ არსად აღარ წავედი. ანუ ბავშვთან ვიყავი სახლში, რამდენი ხანი, 3 წელი, ხო. და როდესაც დამპატიჟეს უკვე მარჯანიშვილის თეატრში, ნუ ეს იცით ეს ისტორია, ხო? გიგა ლორთქიფანიძე გავდა შთამომავლობას და გაახსენდა, რომ აი იქ ინსტიტუტში ერთი კაი ბავშვი იყო, გოგო ესეთი, ისეთი და სადარდენი სახლშია უთხრეს რაღაც. და მე რატო სახლშიო, ამ ხელა იმედებს ვამყარებდითო და და ნუ რა ოჯახი მე მგონი ქმარი არ უშვებს და მაინც დარეკეთ კითხეთო იქნება უშვებს და დარეკა გოგითოდაძემ ნინო ესე და წამოხვალო და ნუ ზურას ვკითხავ მეთქი ზურას ვკითხე და თქვა დიზე იქ გავჭრი და გიგა ხუმრობდა კიდევაც ნინო სუ გამოგიშვათ დროები და იმდენად გაუკვირდა ჩემი თეატრში მისვლა და იმ დღიდან ვიყავ იქ მარჯანიშვილის თეატრში და განაწილა შთამომავლობა და ნახავი ბუკეტი ვერიკო ანჯაფარიძე, იაშა ტრიპოლსკი, თამარა სხიტლაძე, ნოდარ მგალობლიშვილი ხა არ მინდა ვინმე გამოვთო აი გენიალური მსახიობები. ხო, ნუ თაიგული იყო და მე ვერიკო ანჯაფარიძე მე ხდეი და ვერიკოსთან ისედაც კარგად ვიყავი და ახლოს, მაგრამ ხა სცენაზე რას წარმოვიდგენდი რომ საერთოდ როდის მე შევხვდებოდი. ეს იყო რაღაც ანდამატი, ხო, იცი, რომ შემოვიდოდა და ისეთი მენდალივი თვალები რო ქონდა და რომ შემოგხედავ და იქ უბრალოდ არ გქონდა საშუალება გეყალბა და ცუდად გეთამაშა. აი, როცა თან ესე უშუალოდ ვერიკოს უყურებ და მე სულ ვამბობ, რომ მე შთამომავლობა მათამაშა ვერიკო ანჯაფარიძე, იმიტომ რომ იმას ნუ შევხედავდი, იქიდან რო ის მოხდი წარმომივიდოდა და იმას რო ჩავყვებოდი, მე ვიყავი დამოხტული, თორე იქ იყვნენ ბებიების სხვაებიც, მაგრამ ნუ ესეთი რაღაც არ ხდებოდა, რაც იმის შემდეგ უკვე ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ წარმატებულად, იმიტომ რომ ნუ წელიწადი არ იყო რომ 2 ან 1 დიდი სპექტაკლი არ გამომეშვა, ნუ დიცვე და სადაც დავარულს დამაშობ, ხო? და ესე მე წამოვედი. წარმატების ესეც დავისნებით წამოვიდა. გასაგებია, ჩვენ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ კიდევ აუცილებლად პარალელურად, რა თქმა უნდა, გადაცემის შემდეგ ნაწილში ავფოსფოსდებით კიდევაც სამზარეულოში, მაგრამ თემების მეტი რა გვაქვს, აბა ორ არაჩვეულებრივ ძალიან საინტერესო ადამიანთან. მანამდე კი სამწუხაროდ უნდა გავაკეთოთ პატარა ჭრა ჩვენს გადაცემაში, სარეკლამო ჭრა. ჭრას გავაკეთებთ. მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს. ტელეფონის ნომრები 245 77 27, 245 77 35, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ. გარდა ამ დროისა, როდესაც რეკლამას იხილავთ. რეკლამა ჩვენს ეთერში. რის რეცეპტის პარტნიორია ეკოფუდი.
იგი ჩვენ კი რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან აქტიურად მოღვაწეობენ როგორც თეატრში, ასევე კინოში. მათი წყალი გადმოგვეს ხო ზურა? გადმოგსხმოდეს ხო? მაგრამ ეს გადაცემის ის ნაწილია, როდესაც სამზარეულოში უკვე ერთად უნდა აფუსფუსდეთ, რა თქმა უნდა საუბრის პარალელურად. აი აფუსფუსდეთ ძალიან გთხოვ. კაბტონ ნინო, მე როგორც ვიცი თქვენ ძალიან გემრიელი ხელი გაქვს. არა, ნინო. კარგი, მოდი ჯერ ვისაუბროთ ვის როგორი ხელი აქვს. რატო იძახის? ისი მართლა ნინო, მართლა არ მეხერხება, ვაი, ეს არ არის საამაყო და ხა ჭედავს სიტუაციაში, რომ მაინდა ჭედავს ნახონ როგორ ფუსფუსებ, ჭებოჟი ახლა რეკლამაში როგორ ფუსფუსებ და ხა გახსნა არა. დედა მაია ნახე რა საქმიანი ყოფილა. თეფშის ხო, ეს თეფშის ლოტოს რეკლამა. კი, მაგრამ არა, ვერ შეიძლება ჩაგიშვათ კაპიტანო მაია, როდესაც სარეკლამო ჭრა მქონდა, მოვიდა და ძალიან ჩუმად მკითხა, შენ უნდა დაამზადო და ერთად მეთქი უხარე. ვერ მივხვდი თავიდან რა დამკითხა. ხო, ყველა ერთად ვარ. ანუ ნაჩხუბარი ხარ სამზარეულოსთან. არა ვარ ნაჩხუბარი ხარ, როგორ არის? დრო არა აქვს, იცი რა, მართლა დრო არა აქვს. ახლა სულ თამაშობს, სულ დაკავებულია, შვილი, ქმარი და ახლა როცა სახში დედა ყავს, ხო? დედა მყავს ისეთ. გადააბარა ყველაფერი. გაკეთებს და არაჩვეულებრივი. კი, როგორ არა ხა კარტოფილს აქვს. კარტოფილს წავს, ერბოკვერს ხოჟეჭვა, გინოჭვა, ჩაის მინდუღებს რომ მივა. აი ნინო მართლა ფანტასტიკური დიასახლისია. ხაჭაპურებს გვიცხობს ისეც და მოკლედ ძალიან გემრიელი. მე სხვათა შორის ეს გამოცდილება მაქვს. ბედნიერება ხო მქონდა? ბედნიერება მე ერგო წილად თქვენთან ჩართვაში ვიყავი დღის სტუმრის ერთ-ერთ ჩართვაში, ქალბატონ ნინოსთან სახლში სტუმრად და იქ უგემრიელესი კერძები დაგვახვედრა. კი ბატონო. გადმული ქალბატონ ნინოს ხაჭაპურით. კი ბატონო. უგემრიელესი მართლაც. ფანტასტიურად აკეთებს, ყველაფერს შემიძლია ვთქვა. და ვერ გამომასწორა და ამდენი რაღაცა გასწავლოთ და ამდენ რაღაცაში ჩაგაყენათ მწყობში. არა, მე ვქნება რომ ისა მაგრამ ვერ მიმახსოვრებ. მაინც ხელია რაღაცა. რაც უნდა ადამიანს იმას იმახსოვრებ და რაც და არ ესმის. ჩვენი ყურა ჩართულია უკვე ხურდება. ჩვენ მე დარწმუნებული ვარ რომ მეუხედავთ ყველაფერზე კერძი მაინც ძალიან გემრიელი გამოგვივა. მოდით მაშინ დავიბანოთ ხელი ერთად შეზლების დაგვარად გადავინაცვლოთ. ინგრედიენტები დავჭრათ, რაც ერთმანეთს წავეხმაროთ. ძალიან საქმიანობები თქვენ ძალიან ესეც ასე. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს დღევანდელ კერძის სახელწოდება, შემადგენლობას, ცხელი კარტოფილის და სოკოს სალატს ვამზადებთ. დღეს შემადგენლობა, ინგრედიენტები დაგჭირდება: 500 გრამი შამპინიონის სოკო, 700 გრამი კარტოფილი, 3 სუფრისკოვზი აჯიკა, 300 გრამი ხახვი. რამდენად არის ეს 300 გრამი არ ვიცი, მაგრამ ნუ დაახლოებით. მცენარეული ზეთი, კამა და სამარხო მარგარინი დაგჭირდება ამ ყველაფრისთვის. საკმაოდ მარტივი ჩამონათვალია და საკმაოდ გემრიელი, ნოყიერი და მეცაც გეტყვი ზურა, მე მგონი უკვე დრო დადგა გადავწუროთ ჩვენი კარტოფილი. მაინც ზათ არის. კი, კარტოფილი მე მგონი ზად არის უკვე და მე გადავწურავ ახლა. მანამდე შეგიძლია დავაკვალიანოთ სტუმრები და სტუმრები მირცემათ ხელსაწყოებს რომ ნელ-ნელა შევუდგეთ უკვე ჩვენს საქმიანობას. აი ეს დაფები გამოგვადგება. მიდი გენეცები. რა ვიცი, რომელსაც გინდათ მოკიდოთ ხელი, რომელ ინგრედიენტსაც გაგეხარდებათ. კარგი, ხახს დავჭრე, იცით, იმიტომ რომ მე გავამართლოთ. აი მე დიდი მადლობა ქალბატონო მაია. ხახვის ჭრა როგორც წესი მე მევალება ხოლმე და დღეს გადამარჩინეთ. გადაგარჩენე და გავამართლებ იმით რომ რთული იყო ყველაზე მეთქი და რა ვიცი, განები სხვადასხვა გვაქვს გაგეხარდებათ. ასევე სოკო არის რა თქმა უნდა დასაჭრელი და კამა რომელიც თქვენ გაგეხარდებათ, მე კი ვეცდები. აი ხლა ერთი რაღაც უნდა გითხრათ. დიახ. რა და ცნობილი მანუელი ხო იცი? რა თქმა უნდა, იყო ჩვენი გადაცემის სტუმარიც ერთხელ. მანუელმა მიმიწვია ერთხელ თავის ცნობილ შოუში, მე და მანუელმა ერთად გავაკეთეთ რაღაც კერძი, აღარ მახსოვს ზუსტად. მოიცადე და მანუელს იქ ახურავს დიდი წითელი ქუდი. და მე რომ მივედი, ნუ ველოდები ამ ქუდს როდის დამახურებინე, არ შემოაქვთ ეს ქუდი და გადავირი იმ ქუდის ხათრით წავედი, ისე მომწონდა. ხო, მართლა გეუბნები. მე ვუთხარი, რატო არ მოაქვთ მეთქი, ჩემთვის ქუდი მეთქი და მანუელმა ვთქვა, ვაიმე ქალბატონინო, იცითო ვინც მოდისო, არავის არ უნდაო თავზე დაეხო. რას ქვია? მე ვუთხარი, მე გადავირიე, მომიტანეთ ქუდი მეთქი. ის ეხა ეს რატომ მოვყევ?
ჯერზეთი ჩვენ ცუდა გვიფაროს ახლა აქ ქუდები საფარები ხო სამზარეულოს წესია ხო თმა იყოს შეკრული მოიტანე წინ საფარი ნინო ხო წინ საფარია ქუდი ქუდი მაინც რაღაც იცი რა ჩემმა ერთმა გურულმა მეგობარმა მითხრა რომ თურმე ადრე გურიაში ეხლა არ ვიცი როგორ არიან გურულები როდესაც ამზადებდნენ კერძს ხო ყველა ქალს ჰქონდათ მას შეკრული და თავი შეხვეული თავის თავად სწორი შენიშვნა ხო სწორი და თანაც თუ ოჯახის უფროსი მამაკაცი დაინახავდა რომ ქალს არ აქვს მას შეკრული ის იქ სადაც აღარ შეჭამდა სხვათა შორის ხალბატონინო ჩვენც ვიფიქრეთ ამაზე როდესაც გადაცემას ვიწყებთ მაგრამ ძალიან ბევრი უარი თქვა აი რა ამაშია საქმე იცი რა ხო და მანუელმა ზუსტად ეგ არა ყველას უნდა იყოს ლამაზიო ეს რადგან გადაცემა ხო თმა დავარცხნილი აქვს ნახე მაგრამ არ ძალიან კარგი არა აი სოკოს მე დაგიტყვი და შენ დაჭერი ჩემს აი მე ნინო შენი სოკოს სუპი ნუ ეხა ჩემი სოკოს გარდა განთქმული ხაჭაპურისა ხო სოკოს სუპი კიდე რითი გამოირჩევა ესე ვთქვა თქვენი მენიუ ой მე რა ვიცი ყველაფერი აი ნინო იმას რა ქვია იცი რა მე მიყვარს საერთოდ ექსპერიმენტები ხო რაც მაქვს სახლში ну ცოტა ის რაღაცას აი ხორცი კარტოფილი არაჟანი და პამიდორი და ახლა მაინც ნუ გათქვავ თელ ჩემს საიდუმლოებებს და თორე მოვიპარავთ რეცეპტებს აი მე რა გემრიელე და ღვინოში დებს და რა კარტია აი გაიაროს ახლა თავარი საიდუმლო გასცა განვაახოთ ჩვენი მარხვაზე ვარ და სწორედ სამარხო კერძი გვექნება დღეს და მე დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მოგეწონება ყველამ და ნინიკო შენც მარხვაზე ხარ ხო? არა შენი წყალო მოვიღოთ ახლა კარგი სამზარეულოზე საუბარი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა მაგრამ მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონო მაია ფილმი თქვენი მონაწილეობით რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა ეკრანებზე ფილმი რომლითაც მე უცბელად ვიზახი აღფრთოვანდი ეს იყო ფილმი რენე მიდის ჰოლივუდში რა ვიცი დიდი ბოდიში მომიხდია ყველა ქართულ რეჟისორთან მაგრამ მე ამ ბოლო პერიოდში ასეთი აღფრთოვანებული ქართული ფილმით არ დავჩენი ვარ არც ერთი თანამედროვე ფილმის შემდეგ ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა აბსოლუტურად სხვა იყო არ გავდა ქართულ ფილმს ალეკო არის რა გითხრათ რა უნიჭიერესი ადამიანი და რაღაცნაირად ძალიან გარდა მაგისა რომ ნიჭიერი ადამიანია იცით მე სიამოვნა მაგასთან მუშაობა და სცენარის ავტორიც თავად არის ხო? სცენარის ხო კი თვითონ სხვათა შორის მაია რა არის გახსოვთ ეს არის მართლაც ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ნამდვილად ეს რადგან მე ეს ფილმი ნანახი არ მქონდა და ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა სწორედ ამით ერთი ისეთი მომენტი არისო აი ქალბატონიო ისე გადმოძრება ის ყობეზე გადმოძრომის სცენა არის და შემდეგ აი ის მანახა ის მომენტი და შემდეგ ნუ ქალბატონ მაიას ვიცნობდი და მეთქი ახლა მეც აღფრთოვანებული დავრჩი ნამდვილად მადლობთ სხვათა შორის ალეკოც ახლა კინოფირზე იღებდა და პირველად რომ გავაკეთე მე თვითონ ალეკო კი იყო კმაყოფილი მაგრამ შინაგანად რო რჩება რაღაცა ის დაუკმაყოფილებლობის და კიდე გავაკეთებ მეთქი და რამდენი ისეთ ვაიმე ახლა მე ცუდად კი არ ვამბობ მაგრამ აი მუშაობაში არის ადამიანი პირდაპირ ვიტყვი გიჟივით რომ ეს დიდი კომპლიმენტია ხელოვანისთვის მე წესო გიჟივით ვიყავ ისედაც გიჟის რო თამაშობდი და ორი გიჟი აი ახლა მე ვეუბნები ალეკო გავაკეთებ რა მედი რამდენიც გინდა იმდენი გააკეთე შენ როცა იქნები ანუ ის არ ფიქრობდა რომ ეხლა ვაიმე ის რაღაცა ზედმეტი არ მოვიდეს რაღაცა ხო არიქა ფირის გადახარჯვა გაფუჭება როცა გინდაო აი ნამდვილად ვიგრძენი რომ ეს კაცი იყო შემოქმედი როცა იტყვი შენ რომ всё მორჩა და კმაყოფილი ვარ მე შენ შევაჩერებ მაშინო რაღაც საოცრად ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთან ამ კაცს ქონდა ესეთი მუშაობის ის და ნუ ეხლა მეც ბევრჯერ არ დამჭირებია მართლა ეხლა ხო არ იმას დაუცლიდი მეორე იმაზე ნუ უკვე იმას ქენი კმაყოფილი დავრჩი მაგრამ თვითონ აი ამ ადამიანს ქონდა ის რომ სახიობი იყოს კმაყოფილი ესეთი მუშაობის და სხვათა შორის მინდა გითხრა იყო ეს ჩემი როლი
რომელზედაც ყველაზე ბოლოს დამამტკიცა მე, იმიტომ რომ ეს იყო ცოტა ეთყობა მაგისტრის ისეთი. თუმცა კი არ იყო ეს დიდი როლი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მაგისტრის ეთყობა და ხან ვიზე იყო ლაპარაკი, ხან ვიზე და იმან მითხრა ელისო ჭანტურია, ვიც მეორე რეჟისორად მუშაობდა, რომ მაიაო, შენო მაინც აიღეო ტექსტიო, იმიტომ რომ ალეკოც აქვე ეს უცნაურობებიო და მაინც იყავი მზადო და კაცმა არ იცის, შეიძლება ბოლო დღეს დაგამტკიცოსო და ასეც მოხდა, ხო? ესეც მოხდა, ეთყობა ეს და მე უთხარი სანამ დაიწყებოდა ისე, კაი რა, ალეკო, მე ვთხარი, როგორ არ გჯეროდა, ჩემი მეთქი და ბჯეროდაო, მაგრამ ხوار გეწყინაო, რა ვქნაო, ვიფიქრეო ამდენიო. არა კაცო, შენ მაგაზე არინებიო, თავარია მოხვდი მეთქი და სხვათა შორის პირველი პრეცედენტია დღის რეცეპტის ისტორიაში, როდესაც სტუმარმა თქმის გარეშე სოკო გაფცქნა. როგორც წესი ჭრია. ეს ადასტურებს თქვენს პროფესიონალიზმს სამზარეულოში. აი მე როგორ უნდა გამეკეთებინა, ვერ გავაკეთებდი. და საშუალო ზომებად. შენიშნეს და ვისახურებდი. კაპიტანმა ეს ფილმი ძალიან ესე ვთქვათ დაწვერთულია ალეგორიებით, სიმბოლოებით. არაფერი არ არის პირდაპირ ნათქვამი, მაგრამ მიუხედავად ამისა თითქოს ყველაფერი გასაგებია თუ რაზე არის საუბარი. როდესაც თავიდან წაიკითხეთ სცენარი, მე როდესაც ვნახე ფილმი, მერეც კი ბევრ რამეზე დავფიქრდი. მე რო წავიკითხე, მინდა გითხრინა ვერ გავიგე. აი ეს მაინტერესებდა. აი რას გულისხმობდა სცენარში ჩანდა ეს გასაგები იყო, არ იყო ხო, ასე ვთქვათ, ბოლომდე ალბათ ჩემთვის არ იყო გასაგები, რომ ბევრს გაუჭირდა სხვათა შორის მაგით გაგება, მაგრამ ყველა ხდებოდა რომ მაგარი ფილმი იქნებოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავარკვიო. არ და ვერ ახადე. თუმცა იქ არა ნინო დაესწრო ამ ფილმის იმას, რომ აი იქ იყო არაჩვეულებრივად ძალიან ლამაზი კადრები. ოპერატორის ნამუშევარი და ნუ ეს თვითონ ალეკოც უთითებდა რა უნდა გადაეღო და გაეკეთებინა და ალეკომ სხვათა შორის ეგ რომ მივიდა კოროსთან მივიდა და ეს არა ქვია სიზმარი უნახია ნახე და მე სიზმარი უნახე ეს ფილმიო აუცილებლად უნდა გადაიღო შეხედით მაია ეთერში ნახე რა შენი რა ჭრი არა ჭრილები და მე სხვათა შორის მაგ ფილმმა რაღაცები აი ნიკა თავაძემ აიღო რაღაცა ჯილდო რაღაცები იმას რადგან ჯილდოებს მივადექით ქალბატონ ნინო თქვენ ერთ-ერთ ნათამაშე ფილმს აქვს ფრანგული ოსკარის დონის ჯილდო სეზარი თუ მე უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა სერიოზული კინომანების ნუ ხო ევროპული ის არის ეს და უფრო ვისაუბროთ ნუ რა ვისაუბროთ ავიღეთ და იყო არაჩვეულებრივი. ალბათ ძალიან დიდი ალბათ ყველა მსახიობის ოცნება არის ერთხელ ცხოვრებაში. როგორი შეგრძნება არის, როდესაც გაღიარებენ აი ეს მსოფლიოს დონეზე იმდენად არაჩვეულებრივი გეტყვით ხალხო. მოსალოდნელი იყო თქვენთვის აი ბოლო მომენტამდე სანამ არ დაასახელეს. იცით რა, აი არ ვიტყვი ახლა მე სულ ვიცოდი რომ ეს ფილმი აიღებდა სეზარს. მართლა გეუბნები. ანუ კანში რო ჩავიტანეთ. მეგონა პალმის რტოს აიღებდა, მაგრამ ნუ პალმის რტოს ავწდით და იქ სხვა ჯილდოები ავიღეთ ძალიან ბევრი. იქ შენ მათ შორის ის ჩემი ოქროს დრაკონი და იმ ჩემ ოქროს დრაკონზე თემური მაშაყირებს ხოლმე. ანუ წელს ხო არის დრაკონის წელი, ხო? ხო და მე თვითონაც დრაკონი ვარ. და ის დრაკონი არასოდეს არ მკეთებია, უბრალოდ ესე რომ მოდიან მაჩვენე ვაჩვენებ და ნუ საგნა გავიკეთო, ხო? ახ შევიძინე ჯაჭვი და ჩამოვკიდე ეს დრაკონი და მეთქი მეკეთება რა რაღაც სიმბოლურად, ნუ რა კი დრაკონის წელია, რა კი დრაკონი ვარ და თემურიმ შემომყედა და რა უსტაბაში ვიტკიდია ეს დრაკონი მოიხსენია. გურული მაინც ვიცი გამონახა. ხო და არა, რა თქმა უნდა, იცი როგორი შეგრძნებაა, რომ აი მე რო ჩამოვედი ყველასთან ვამბობ, ყველა ტელევიზიაში რომ როგორ შეიძლება ხო, მსახიობი ერთხელ მაინც არ წავიდეს და არ ნახოს ეს ზეიმი, ხალხო, ეს ხო ზეიმია, შოუა, დადგმული, აბსოლუტურად ყველაფერი გათვლილი და დადგმულია, მაგრამ ნუ როგორ ხო რა დონეზე და
ვიმე არა, უნდა ნახოს და აი ღმერთმა ქნას რომ ყველა ვიყიდებდი იმ დრაკონს და ვიყავი ერთად სახში ეგ არის. გადმომესხას ეს სეზარები არისო. შენ წინა გაგჯერ ყველაფერი ვაია. არა, მე რაღაც საოცრებამ არ ვიცი ახლა ამათმა მომიწყვეს თუ მართლა ესე იყო. კაცო, რამდენჯერ იმ დრაკონის სურათი გადამიღეს, ნინიკო, თან გავაკეთოთ, თან მეც მომისმინე. არა, გისმენთ, რა თქმა უნდა. რამდენჯერ სურათი გადამიღეს, აი იქ იმ პერიოდში ეს დრაკონი იმ სურათში ანათებს ესე. სხივებს აკეთებს. საოცრება. ხო ეს შესვენ აი მაუნახე ანათე. საოცრება და ვინც და ჩამოიკიდა, იმათზე არ ანათებს და მე გავადგინე. ესე იგი რაღაცა მოხდება. რაღაცა მოხდება მე. კი ღმერთო ამი მოხდეს. ცოცხლიანი კი ამანა სამარხო მარგარინი არის. ერთხელ უნდა მათხოვო. კიგეც. კარგი, ერთ პატარა ერთხელ და პაუზას. გათხოვ არა, ერთხელ ერთად შევხვდეთ. მე წავალ ამერიკულ კინოში, იმიტომ რომ ამერიკული კინო უფრო მომწონს უკვე ვთქვი და საინტერესოა, რატომ? აი, წადე ევროპული ამბული მომწონს. მე შევხვდეთ. ძალიან მომწონს. რატომ გაქვთ ეს რატომ მაინც და მაინც ამერიკული? ჰოლივუდურ ფილმებზეა საუბარი. არა, იცი რა, ჰოლივუდურ ფილმებზე არა, იმიტომ რომ ამერიკული კინო წავიდა ძალიან წინ, ხალხო. არა, წინ, რა თქმა უნდა. ხო, მე არ ვამბობ მატერიალურად და თავიანთ შესაძლებლობები და ისიც რომ გამოვრიცხოთ, ხო, აი ძალიან წინ წავიდა. როცა ევროპული კინო ამასობაში ჩაკვდა. სადღარიან ევროპული კინოს დიდი მასტერები, ხო? არ არის. მაგრამ აქ თიგმათ შესაძლებლობები. არა, შეგონია რა ევროპულ კინოს არ აქვს შესაძლებლობები? არა, მაგაში არ არის საქმე. უბრალოდ ამერიკული კინო. უბრალოდ განვითარება პოვა მეტად და ბატონო. აი თვითონ თქვენი პედრო ალმადოვარიც გადადის ახლა ამერიკაში დაცხოვრებლად, ხო? რატომ მიდის იქ, ხო? იმიტომ რომ იქ უფრო რაღაც ხდება. და ამისა მისი ეგრეთ წოდებული ამოჩემებული მსახიობებიც ჰოლივუდის მსახიობები არიან. დღესდღეობით ჰოლივუდური უკვე ყველანი ჰოლივუდის მსახიობები ევროპელები არიან, იგივე ხავიერ ბარდენი და პენელოპა კრუზი. უკვე გადანაწილებაც მოხდება რა ხან ძირითადად ჰოლივუდში არიან და ჰოლივუდის ვერსია. როგორია მაინც ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა? ჩვეულებრივი ხალხო, ჩემ როგორები არიან? ნუ გადასარევები, მაგრამ ჩემს მაიასთან ურთიერთობა ბევრად სასიამოვნოა მათთან და ხარა მართავს იძახი. მართავს რა თქმა უნდა. მართავს იძახი, კი, რა თქმა უნდა და და არაფერი უყურეთ ვარსკვლავს, როგორ დადის, როგორ ცხოვრობს. აქ რაღაცა განსაკუთრებული ჩვევები, რაღაცა ისეთი, რასაც არა, განსაკუთრებული კაპრიზები, თორე ხა ჩვევები, ნუ ახლა ჩვენ ვარსკვლავებს აქვს უკვე კაპრიზები და ხა იმას რო კონდეს გასაკვირი არ არის, ხო? ამიტომ ნინო და ბელშენიშვილის ეხლა მე ძალიან ხო, კაცად ბელშენიშვილს იძლევა? არა. არა, იმიტომ რომ მანამდე გადის სრულყოფილ რეპეტიციას, როგორც თეატრის, აი ისე, ამიტომ შენ უკვე გადაღების პროცესში და 15 კამერა გიყურებს და იმუშავებს. ასე რომ ყველაფერია შექმნილი შენთვის. სკოლას თუ შევეხეთ ევროპული კინემატოგრაფის, ну, საქართველოში კინემატოგრაფის სკოლა მე მგონი არ არსებობს. იმიტომ რომ პრაქტიკაში სწავლობს ყველა მსახიობი ჩვენთან. ხო, რას ნიშნავს კინოკამერის წინ მსახიობობა? ხო, თეატრალურ სკოლას გავდივართ ასე თუ ისე. და თეორიულად ფილმებიდან. ხო, თეორიულად ფილმებიდან. ხო, ისე ცოტა კაი ფილმებიდან. კარგი ფილმებიდან. რაც შეეხება, აი იქ რამდენად არის ეს სკოლა, რამდენად მომზადებულები არიან მსახიობები, სანამ პირველად კამერის წინ დადგებიან პროფესიონალების ძალიან კამერის წინ. მომზადებულები არიან. ნუ რა თქმა უნდა, ეს კასტინგები რო არის, ხო? და მსახიობებს იწვევენ. გასაგებია, იქ სინჯავენ უკვე ტიპაჟებს, ნუ ცოტა აქვს თუ არა მონაცემი საერთოდ, მაგრამ მე როცა ის უკვე შედის ამ სფეროში, მისთვის იწყება უკვე გაკვეთილები, სწავლა ყველაფრის, ეს არ არის ესე ქუჩიდან რომ მოგიყვანონ და შენ ვითამაში. არა. ერთგვარი ტენდენცია ძალიან გახშირდა ჩვენთან საქართველოში. არაპროფესიონალებს იღებენ ძალიან ხშირად. როგორ უყურებთ თქვენ ამას? ну ახლა სცენაზე რთული არაპროფესიონალის დაყენება იცი რა სცენაზე აღარ არის რთული ისე გქონდა ჩაგაჩოჩებს არა პროფესიონალი და ჩაგაჩოჩებს რა კარგი სიტყვა ბოდიშთა წარმოგიხდის და ესე და მოვა და ითამაშებს და ნუ თან დარწმუნებული რომ კარგად და ვისაც ჯერა გაუშვა და თქვენთვის ვისაც რამდენად მისაღებია იქ კინოში ამბობენ რომ უფრო ბუნებრივია მსახიობ ადამიანი რომელსაც არ აქვს სამსახიობო გამოცდილება ის არის არ არის ბუნებრივი გეტყვი ეს არის ქუჩის ბუნებრიობა და არა მსახიობური ბუნებრიობა ეს რო გაივლი და ქუჩაში როგორც მსახიობის ბუნებრიობა ხა მაგალითს დავასახელებ მაგალითად სესილია თაყაიშვილს ბუნებრიობა აქვს მინოს ბუნებრივი სიტყვაზე ვამბობ მაგრამ ეს არის მსახიობური არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები მე მაგ იმას
მეც გეთანხმებით აბსოლუტურად. იყო ბუნებრივი, ამას სჭირდება კოლოსალური შრომა. ნამდვილად, ბუნებრივობას თამაში უნდა და პროფესიონალიზმი. გეთანხმებით. ძალიან კარგია რომ. აი ხა ქუჩიდან მოყვანილი ხო? რომელი ითამაშებდა იმ მაიას იმ ეპიზოდს ხო? თქვენ რა ძალიან მოგეწონა ტრენერში და რაზეც მეც აღწევანი რომ ტაში დაუკარი მაია რო დავინა. რომელი ითამაშებდა? ბუნებრივად გადმოძვრებოდა ვიღაცა, მაიამ ეს ითამაშა. აი ეს ყველაფერი ჩადო ხო შიგ და ისე გააკეთა რომ თქვენ ყველა პირდაღებულები იყავით და ეხა ეს ღობეზე ყველა გადმოძვრება ჩვეულებრივად ხო? ამან კიდე რამხელა შრომა ჩადო იქ. ამიტომ მე რა ვიცი, მე არა ვარ ნამდვილად მომხრე მაგის და მე მგონი რა თქმა უნდა არც მე. გარდა იმისა, რომ ძალიან ბედნიერება არის, პედრო ალმოდოვარისნაირ რეჟისორთან ერთად მუშაობა, ალბათ ეს არის ერთგვარი ტრეინინგიც. როდესაც ციხარ ამ ადამიანთან ერთად და უსმენ მას და მის გამოცდილებიდან რაღაცეებს იზიარებ. უნდა, აბა რა. არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს იმდენი რაღაცის გადალახვა ყველაფერს რომ დავიდავანებოთ. თუნდაც როლის შექმნას იმ რეჟისორთან მუშაობას. ოჩო. გონებრივად იმდენ რაღაცას გადალახავ რომ მე მგონი ნინიკო მე არ ვიცი ხა შენ როგორ შენ თავზე მე მგონია რომ აღარ გაუჭირდება არავისთან მუშაობა. ის ფსიქოლოგიური მომენტიც არის. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტი არსებობს მსახიობსა და რეჟისორის ზოგადად მსახიობის ცხოვრებაში. როდესაც შენ ესეთ საპასუხისმგებლო ხო და რაც არ უნდა გამოცდილი მსახიობი იყო, ხო? აი რაც არ უნდა ყველაფერი ყველგან მე ის ჯილდოების კონდეს ის ჯილდოების. როცა ხა მაკდონის რეჟისორს ვთები, რა თქმა უნდა, ეს მართლა ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საინტერესოა, ხო, თავისთავად. ღელავ და იფასი რაღაც. იმდენ ინფორმაციას იღებ, რომ შეიძლება არც გეტევა, აქ გახსოვს, აქ არ გახსოვს, გესმის ნერვიულობ და 1000 რაღაც. უდიდესი სიამოვნება რო. სიამოვნება რა თქმა უნდა იქნება. ფილმები, რომლებზეც თქვენ უარი თქვით. თქვენ ერთხელ ახსენეთ, რომ ძირითადად რამოდენიმე ფილმზე უარი თქვით სხვა ეროტიული სცენის გამო. ეს პირადად თქვენ თავს, ესე ვთქვათ, ვერ ხედავთ ამ არ გინდათ საკუთარი თავის დანახვა ამ სცენებში, თუ ზოგადად ესე ვთქვათ, არა საყვარელო, მე მივესალმები ყველა იმ მსახიობს, ვინც იღებს ეროტიკულ ფილმში აკეთებს ამას ეთქობა კიდე რაღაცა სხვა გარეთ ნიჭიუნდა, რომელიც მე არ მაქვს, მე არ ვქნა ახლა საყვარელო. არა, ნუ გარდა მაგისა. არა, ეს ჩემი პოზიციაა. თავის ოჯახზეც იფიქრა ეხლა. ხო, ნუ ეხლა შენ რო შემოგთავაზო ეროტიკულ ფილმში თამაში, ხო არ ითამაშებ, ხო? არ ითამაშებ. ბიჭი, რაღაცა. და არა იმიტომ, რომ რაღაცა და რაღაცა, ხო? როცა დავუშვათ თავაზობენ, კაი, ეხლა უკვე ასაკში ვარ, როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაშინაც არ გავაკეთე ეს და ნუ არა, მე არ შემიძლია ისეთი მეუღლე ყავდა, ეს არის ჩემი მოერიდა. ნუ ეს იყო თუმცა ძალიან მინდოდა ის ბევრი ფული, რასაც მთავაზობდნენ და კარგით, ერთია, ესე ვთქვათ, როდესაც უყურებ ლამას ჰოლივუდურ ფილმს და იქ არის რაღაცა ეროტიული სცენა, იქ არის სიცოცხლე, სხვანაირად არის ხოლმე მოწოდებული, მაგრამ საქართველოში, ქართულ კინემატოგრაფში მომრავლდა ასეთი სცენები და ძალიან ხშირად ეს ხდება, ასე ვთქვათ, კამათის საგანი. კამათის საგანი არა, ძალიან დიდი კრიტიკის სალცეცხლში უწევს ხოლმე გამოვლას შემდეგ. იცით რა, მე არავის არ მინდა ეხა შეურაცხყოფა მივაყენო ხალხო. მაგრამ ერთი ქართული ფილმი დამისახელეთ, სადაც არის აი ეს რაღაცა, მიმსგავსებული რაღაცას, რასაც ეროტიკა ქვია, ხო? რომ იყოს კარგად გაკეთებული. ხო. ნუ აი ერთი ფილმი მითხარით და მაშინ მე ხელებს ავწევ და ვიტყვი, რომ ხო, არაესთეტიურად არის გაკეთებული Однажды в Америке გახსოვს ტაქსში რომ აუპატიურებს სცენა რომ არ იყოს პირიქით უნდა იყოს ისეთი ძალიან უნდა იყოს ის სცენა უხეში აი რა სცენა ამას ხო თამაში უნდა და ამას ხო დიდი ოსტატები უნდა და არა და გაკეთებულია ეგეთ დონეზე ხალხო არა ერთი ქართული ფილმი მითხარი თუნდაც არ კონდეს რაიმე სიმბოლური დატვირთვა ფილმში ნებისმიერ ევროპულ ან ამერიკულ ფილმში ეროტიკულ სცენას მაინც იმდენად ლამაზია და იმდენად ესთეტიურია ეს ყველაფერი რომ აი საერთოდ არანაირი პრეტენზია არ გაგიჩნდა. დაჩვენებენ ცუდად. კი ბატონო. ეხლა რაში ჩაყარეთ? ესე იგი მე ახლა ჩამოვთვლი რა გავაკეთებ. თავდაპირველად ჩვენ მოვხარშეთ კარტოფილი. კარტოფილი არ მივიყვანეთ მთლად პიურეს კონსისტენციამდე, ანუ ძალიან არ დავათხელეთ, ესე რომ ვთქვათ. არც ცხიმი დაუმატე, არც მარილი იმ მომენტში. გადმოვიტანე ცეცხლგამძლე, ანუ ამ შემთხვევაში ქვაბიავე ჩვეულებრივი ჭურჭელში, რომელსაც ცხიმი ჰქონდა წასმული, ჩვენ გამოვიყენეთ სამარხო მარგარინი. ტვინში ვიწერნი. ჩაიწერე
რეცეპტი შეგვიძლია გაგაკეთოთ. შემდეგ ესე იგი მოვთუშეთ, მოვხრაკეთ სოკო და ხახვი, რომელსაც მარილი დავაყარეთ. გადმოვიტანე ნახევარი, აი ამ პიურეს კონსისტენციის ნახევარი დავდეთ პირველ ფენად, შემდეგ გადმოვიტანე ხახვი და სოკო. ახლა მე ამას დავამატებ სხვადასხვა სუნელებს. ნახე როგორ გავაოგნო მთელი ჩემი ოჯახები. ქმრიანშვილიანად ყველა. ციცაკა მე მგონი ძალიან მოუხდება ამას. და ხმელი ქინძი მე მგონი ძალიან მოუხდება, ცოტა უცხო სუნელით შეიძლება, ჩემი აზრი. ნუ ეს თქვენი გემოვნების და მიხედვით შეგიძლიათ ნებისმიერი სუნელი დაუმატოთ. ვა, ინგრედიენტებიც გამოიყენოთ, თქვა პომიდორი, თქვა, არ ვიცი, თქვენი გემოვნების და მიხედვით შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტი ჩაამატოთ აი ამ კერძში. ცოტა ნუ ეს რა კიდე სამარხოა, დავამატოთ. ხორციც გავა. ხო, რა თქმა უნდა, როცა არასამარხო ვარიანტს გააკეთებთ, ხორცი ბევრად თუ დააგემრიეთ. და ის სიმინდიო ნინომდა კიდე მთელი ამბები. თქვენი გემოვნების და მიხედვით. მოდი ცოტა აჯიკაც დავამატოთ ზურა. კი, ცხარე კაია. აჯიკა ნამდვილად მოხდება, სფრისკოს მოგცემდა აჯიკა, გადავანაწილოთ. ეხლა ჩვენ ამ ყველაფერს შეიძლება მე დავაგემოვნო. აუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ მე. შეიძლება კი არა ჩვენი აუცილებელი ამბავია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ჩვენი გადაცემის დაგემოვნება. ჩვენ უნდა უთხრათ მაყურებელს. ხანდახან კადრში და ეთერში ვერ ვასწრებ დაგემოვნებას, მაგრამ აუცილებლად შემდეგ საუზმობთ იმით, რაც გავაკეთებ. უმეტეს შემთხვევაში გემრიელი გამოდის. ერთი წუთი ესე იგი გვინდა რომ შევავსოთ ეს ყველაფერი და უნდა შევდგათ შემდეგ ღუმელში და სანამ გამოცხება ჩვენ მე უფრო დეტალურად ნახავთ რეცეპტს პირდაპირ. არა, მანამდე მოწმი, ხო, ზურა? ხო, მანამდე სოკო და ხახვი მოვთუშეთ სეტში. კარგად გადაანაწილე ყველგან მოდი აჯიკა. ისიც ასე. მე სადაც აკლია რომ გემრიელი გამოვიდეს, მინდა რომ ძალიანად შევავსოთ აჯიკა. მარილი დააყარე ნინო? რა თქმა უნდა, მარილიც დავაყარე. აი მაიკოს ეხლაც გადაღებები ძალიან იქნება შენი აზრი. დავამხელ ახლა შეიძლება ვერავინ ვერ დაინახა მაიას შესაღებით თქვები, მაგრამ ეხლა რა კი გადაღება აქვს თხოვეს რომ არ შეეღება და ხა ნერვიულობ და მე ახლა ეთერში რომ არ თქვანო რომ მე რაღაცი არა გამოგიყვანე რა რეალურად ისედაც არავინ არაფერს არ იტყოდა, მაგრამ სახიობის ცხოვრება ყველას კარგად მოგვეხსენება რა დროს. რა როლია თუ თქვენ შემთხვევაში თუ ვიმსჯელებთ ამ ფილმთან დაკავშირებით წონაზე სერიოზული და ხო ისე მართლა მის მიღწევა ნინო სულიწლის ფერებს. ანუ იქიდან დაუბრუნდები ხოტო რა. კარგი, მინდა რომ გადავანაწილო, მე მგონი უარეს ვაკეთებ, ხო? კარგია, მეტი აღარაფერი აღარ უნდა. ძალიან ბევრი ხო არ არის ახლა აჯიკა ძაგას მე. ახლა აჯიკა. ახლა ესე იგი მეორე ფენა კარტოფილი უნდა გადავანაწილოთ ზემოდან. ესე ვთქვათ, შევკრათ ეს ყველაფერი. და შეგეძლოთ ხოლმე მაკარონიც დაგეფინეთ მოხარშული. ხო, აი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა ეს კერძი აბსოლუტურად ნებისმიერი სამარხო და არასამარხო ინგრედიენტები ნუ შესაბამისად თუ ხართ მარხვაზე სამარხოს გამოიყენებთ. როცა დამთავრდება მარხვა შეგეძლებათ მოვაყაროთ ამ ფენას. ნებისმიერი სხვა გამოიყენებთ. ისე კარგად. ესეც ასე. კარგად. დავფაროთ. კამა სულ ბოლოს, როდესაც გამოვიყვება. ეს უნდა შევდგათ ქურაში და გამოვაცხოთ. კამას არ უხდება მართალია. გამოცხობა არ უხდება ნამდვილად და ამიტომ ბოლოს მოვაყრით კამას. და გავს არაჩვეულებრივი ბზარები. აი არაჩვეულებრივი. ამიტომაც არის განებივრებული, ხო და თვითონ არ უწევს მომზადება. კარგი, მოდი მოვათავსოთ ქურაში. მე უნდა დავჯდე, ხო შეიძლება. უკვე შეგვიძლია დავსვათ და უბრალოდ გამოცხობას დავალოთ. ესეც ასე. ძალიან წვრილად დავჭერი და აი გოგო ხარ აგენახე. ეს იქნება ძალიან წისვლა. კარგი. შეგვიძლია გამოცხობის პროცესი მე მგონი ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს, ამიტომ მოდი ვნახოთ რეცეპტი გრაფიკულად. ის გამოსახულება, რომელიც დაგჭირდება თქვენ ამ. აი ამ კერძის რეცეპტი. ვისი. ეს რა ვიცი, სხვადასხვა იმიდან მოძიებული და გავაიძიე. კი ბატონო, რეცეპტი ეს ეთერში. შევოთ ამ კერძის რეცეპტი.
ესეც ასე დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში, ესეც რეცეპტი, თუ თქვენ ვერ მოასწარით დავუშვათ რომელიმე ინგრედიენტის ან მომზადების წესის ჩაწერა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეხვიდეთ Facebook-ის გვერდზე, დღის რეცეპტი ჩაწეროთ ქართულად ან ინგლისურად და სხვადასხვა გადაცემაში მომზადებული ნებისმიერი კერძის რეცეპტს ამოიწერთ თავისუფლად ჩვენი წყნარ გარემოში. რაც შეეხება ინტერაქტივის შეკითხვას დღეს მდგომარეობდა შემდეგში. უფრო მეტად გიყვართ ძველი ფილმები თუ ახალ კინემატოგრაფს ანიჭებთ უპირატესობას და უმეტესობას თურმე უყვარს ძველი ფილმები. ესე ძველი კლასიკა. ძველმა ხალხმა მისცა. რატო ძველმა ახლებიც აძლევენ ახალ ბავშვები რომ ნახულობენ ძველ ქართულ ფილმებს. ხო, ნამდვილად ნინო გეთახმები, იმიტომ რომ ბარბარე უყურებს ფანტასტიურად ძველ ფილმებს. სადაც ჩვენი ასეთი ვარსკვლავები თამაშობენ. შეარული რომანი და რაც გინახავს ვეღარ ნახავს ბავშვმა იცის? არა, ნამდვილად პორტეხვიჩიას ფილმები. ხო. მე მაინტერესებს პირადად თქვენი საყვარელი ფილმი თუ შეგიძლიათ დაასახელოთ. მე თქვენს გაბრუნ მე არა მაქვს საყვარელი. აი ადრე ძალიან ადრე მიყვარდა იტალიური ნეორეალიზმის აი ყველა ფილმი თითქოს იმიტომ რომ რაღაცა ფილმები იყო. ხო და ნუ დღესდღეობით არა. უბრალოდ ხო გეუბნა აი კაი ფილმს რომ ნახულობ ოღონდ ამერიკულს მე მართლა ძალიან მაშინ ბოლო ფილმმა რომელმაც ყველაზე დიდი არ გინდა ახლა ეს იმიტომ რომ მე ვარ ფილმების ჭია მართლა გეუბნები თავისუფალი დრო უკვე თვალები მწკიდა ვეღარ ვკითხულობ და ამ კომპიუტერმა სულ გადამიყვანა ჭკუიდან იმიტომ რომ რაღაცეებს ვიპოვი და მე უყურებ და თუ ძველს და თუ ახალს და მე გეტყვით მე არ გინდა კარგი თქვენზე რა აი რო წავალ ჰოლივუდში სხვათა შორის ხათო ფილმს გულისხმობთ თუ სოფლიო მასშტაბით ნებისმიერ სოფლიო მასშტაბით აბა ავით ბევრია ეხა ეს ერთი კონკრეტული დასახელება ძალიან რთულია გამოარჩიო ის სხვათა შორის ძველი ფილმების სიყვარულის ერთ-ერთი დადასტურება არის ფილმი რომელიც გადაიღეს ცოტა ხნის წინ ფილმი არტისტი რომელიც შავ-თეთრად მოგვევლინა და უხმოდ ტელეეკრანებზე და აღაფრთოვანი ხო და აი ამაზე გადაიღეს ოსკარი კი ბატონო კარგი, მოდი ინტერაქტივის შეკითხვასთან დაკავშირებით პროცენტულად გადავხედოთ. 66.7% მაყურებლისა ანიჭებს ძველ ფილმებს უპირატესობას, ხოლო 33.3% ანიჭებს ახალ ფილმებს, ახალ კინემატოგრაფს უპირატესობას. ესეც ასე. დადგა დრო გამოვიღოთ მე მგონი ჩვენი კერძი. სხვა გზა არ არის. მართალია უფრო მეტი გამოწყობა მოუხდებოდა მას, მაგრამ რატო? ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა გადაცემა. მიზღუდებით დროში უბრალოდ ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებელს როგორ გამოიყურება ეს კერძი და საჭიროების შემთხვევაში შემდეგ კიდევ შევაბრუნოთ გადაცემის მიღმა. ვაი. ანუ დღეს პირდაპირ ეთერში ვერ დავაგებთ. ცხელ საგნებთან დროში ვერ შევპით, ხო? მე და ცხელი საგნები ცოტა ლაკაც დამჭახელზე. ეს დაიწყო 3 თვისი. რას ლაპარაკობ? გადაცემაში. იმის მე ვარ ეს მონიშნა. დღის რეცეპტმა მომნიშნა. ცოტა ხო არა უშავს ცოტა გამოწყობა ჭირდება მაგრამ ხო ეს უნდა გახდეს ვერცხლის სფერო. რა თქმა უნდა. ულამაზესია. შევდგათ მე. მოდი ცოტა მოყარე. ცოტა დავიტოვოთ. დააბრუნეთ. აი ესე გამოიყურება ეს კერძი, ფენებად არის, თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა თქვენი გემოვნების მიხედვით კიდევ სხვა ფენები დაამატოთ და დამერწმუნეთ რომ ძალიან გემრიელი და რაც თავარია სასარგებლოც არის რა. თან მაია ლომიძე ეხლა მაია იწევია. გენიალურად დაჭრილი ხალხი. გენიალურად დაჭრილი. ერთ-ერთი უნდა შეგენახათ. ჩვენ კი სამწუხაროდ გადაცემის დროა. მოგვეწურა და ისღა დაგვრჩენია ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა და წარმატებები. აი, უზღვავი წარმატება თქვენ. აქტენოდეთ ყველა სურვილი თქვენს პროფესიაში. ნამდვილად მთელი გულით გისურვებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ მსახიობები ნინო ხომასურიძე და მაია ლომიძე. დღის რეცეპტი ამით გემშვიდობება. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ იყავით ჩვენთან ერთად უყურებდით გადაცემას დღის რეცეპტი რომელიც ხვალ ზუსტად დილის 9-ის ნახევარზე ისევ აფუსფუსდება თქვენთვის ამზადებულში. გასაკვირველია, ხვალინდელი დღიდან შეიძლება ვთქვათ რომ უფრო გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ხვალინდელ დღეს რა თქმა უნდა აუცილებლად გამოვიყენებთ იმისთვის რომ პასკის რეცეპტი შემოგთავაზებთ შევღებართ და უკვე ისე ვთქვათ პატარა აღდგომის დღესასწაულს მოვიწყოთ ჩვენთან სტუდიაში. ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ხვალამდე.